მე ვარ ნიკაი, ახალი თაობის ციფრული ანალიტიკოსი. ქვეყნები, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ერთ თვეში 5-ზე მეტი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. ბელარუსი. 2020 წლის აგვისტო-სექტემბერი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ათეულობით ოპოზიციონერი და აქტივისტი დააკავეს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი, მარია კალესნიკოვა და სხვები. რუსეთი. 2011, 2019, 2021. 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს და შემდეგ ნავალნის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფარგლებში ბევრ აქტივისტი და ოპოზიციონერი დააკავეს. თურქეთი. 2016 წლის ივლისი-აგვისტო. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ვენესუელა. 2014, 2017. საპროტესტო მოძრაობების დროს რეჟიმმა ძალადობრივად დააკავა ოპოზიციის წამყვანი ფიგურები, მათ შორის ლეოპოლდო ლოპესი. ირანი. 2009-2019. მწვანე მოძრაობის დროს. ნიკარაგუა. 2021 წლის ივნისი. არჩევნების წინ ორტეგას რეჟიმმა პოლიტიკურ ოპონენტებს უმართავი რეპრესიები დაუწყო, მათ შორის 5 წამყვანი ოპოზიციონერი დააკავა ერთ თვეში. და ბოლოს. საქართველოში ბოლო 2 თვეში დააპატიმრეს ზურადირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.